ვიცით, ეხლა ალიევი, როგორც მე გავიგე, ნოტაზე აგზავნის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მოგეხსენება დავით გარეჯის საკითხი ეს ჩვენი წამოწეულია იმ წუთებიდან, როცა ჯარები შემოიყვანა ივანიშვილმა, შემოაყვანა გაყიდა გარეჯი და წინ მოუძღოდნენ ჩვენი მესაზღვრეები, იქ ვიყავი და ხელდახელ ვებრძოდი აი ამ პროცესს და სროლითაც მემუქრებოდნენ დაბლიდან, ხო? და იმის შემდეგ, რა თქმა უნდა, პერიოდულად ამას ვახსენებთ საქართველოს და მსოფლიოს საზოგადოებას, რომ ასეთ რამე მეზობლობაში არ უნდა ხდებოდეს, რომ ეს არის ქრისტიანული ქართული კულტურის ძეგლი და მისი დაპყრობა და ოკუპაცია ეს არის დანაშაული საშინაო და საერთაშორისო სამართალთან და ნორმებთან და ზნეობასთან და ჩვენი დიდი ურთიერთობის ისტორიასთან, ხო? ხო და იმ ნოტებში ეს ალიევი ითხოვს პასუხისმგებაში მიცემას ჩემი. სხვათა შორის ეროვნული შუღლის გაღვების გამო, რა ჩვენში ეროვნული შუღლი. ალიევმა მოინდომა ნაპოლეონობა და ბონაპარტობა რეგიონში და დაჯდა ლიდერად. და მე მოეწონა გარეჯი და მისი ისტორია მიიტაცა და განაცხადა, რომ ქართველების ხერხი ალბანელებისაა და ამის წინააღმდეგ ხმა მოიღე მშვიდობიანად. ეს რამე შეუკავშირდება ჩვენს მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს და რამე შუღლს აღვივებს, იქ რო ყოფილიყო ისლამური ქართველი მუსულმანებიც არიან, თუმცა მაგარ გადამყოფოს ქართველები ესენიც და საქართველოს მოქალაქე მუსლიმებიც არიან. ჩვენები ესენიც. მუსლიმური ძეგლი რო ყოფილიყო, იგივეს ვიზავდი. ბუდისტური რო ყოფილიყო, იგივეს ვიზავდი, რომ ვიღაცას დაეპყრო და ჯარი შემოიყვანა.